Planis მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სულ რამდენიმე წამის წინ გამოაცხადა სხდომათა დარბაზში გადაწყვეტილება და დაცვის მხარის შუამდგომლობა თია წულუკიანის, პატას სალიას და აუდა ღუდუშაურის გამოკითხვასთან დაკავშირებით ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს დაცვის მხარე ითხოვდა სწორედ ამ ადამიანების გამოკითხვას. მოსამართლემ კი ადვოკატებს უთხრა, რომ მისთვის უცნობია მოვა თუ არა წულუკიანის სხდომათა დარბაზში გამოსაკითხად, ან რა პოზიცია ექნება მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ხუჯაძემ თქვა, რომ ამ შუამდგომლობას ვერ დააკმაყოფილებს. უკვე 1 საათზე მეტი არაც გიორგი ვაშაძის საქმესთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. დღეს უნდა გადაწყდეს არსებითი განხილვა დაიწყება თუ არა ვაშაძის საქმესთან დაკავშირებით. დღეს პოლიტიკოს კითხვები ჰქონდა მოსამართლესთან, არის ის მოსამართლე თუ არის ის ნოტარიუსი, რადგან გიორგი ვაშაძემ სხდომათა დარბაზში მოსამართლეს უთხრა, რომ ნოტარიუსები ყველა ჯერზე ერთ და იმავე გადაწყვეტილებას იღებენ და სწორედ ამიტომ ახლა ვაშაძეს აქვს კითხვა, მიიღებს თუ არა მოსამართლე ხუჯაძე იგივე გადაწყვეტილებას, რაც მიიღეს მისმა კოლეგებმა თია წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო უკვე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი და ზურა ჯაფარიძე. სწორედ ამიტომ გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ხელბურკილები მასაც დაადონ, რადგან წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადება ხელისუფლებამ ახლა სადამსჯელო ღონისძიება აქცია. იმართება რაღაცა საცირკო სპექტაკლი, რომელსაც სასამართლო პროცესი ეძახიან. ზოგადად ეხლა შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ სასამართლოში და ყველა ოთახში ნახავთ, რომ მხოლოდ პოლიტიკური საქმეებია. სხვა საქმე არ აქვს თურმე საქალაქო სასამართლოს. ზუსტად ვიცით, რომ შინაარსიც კი არ აქვს და აზრიც კი არ აქვს ამ ყველაფერს, რაც ხდება. უბრალოდ მოვედი პროცესზე და ახლა უკვე ნახავთ პროცესის შემდეგ. არაფერს არ გამოვრიცხავ. როგორც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნება იქნება კლანის, რომელიც არის საქართველოში, ისე იქნება გადაწყვეტილებები, ხო? რაც შეეხება ჩემს მიერ ქონების ჩადებას გარანტიად, ეს უბრალოდ რამდენიმე თვით გადავავადე პატიმრობა, ამისთვისაც ძალიან კარგად მაქვს ეს გააზრებული. ვარ ბრძოლაში, ბრძოლის წინახაზზე და ყველა იღებს და შესაბამისად ვაპირებთ, რომ გავიმართოთ ამ ბრძოლაში. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, გამოსაკითხ პირებთან დაკავშირებით იურისტებმა მოითხოვეს მისი აცილება და სწორედ ამ წუთებში აცხადებს ნატო ხუჯაძე პოზიციას, დააკმაყოფილებს თუ არა დაცვის მხარის ამ შუამდგომლობას და ეს უკვე რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, ასევე ცნობილი გახდება, დაიწყება თუ არა ვაშაძის საქმესთან დაკავშირებით განხილვა.